ისე რამდენი წლის იყავი, როცა პირველად გაიგე, რომ წიწაკა იმიტომ კი არაა ცხარე, რომ ძალიან ბევრი შაქარი აქვს, არამედ იმიტომ, რომ შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ჰქვია კაფსაიცინი. სიცხარის საზომის სკალა 1912 წელს ამერიკელმა ქიმიკოსმა უილბერ სკოვილმა შექმნა. არსებობს წიწაკა X-ი, რომლის სიცხარე 2,69 მილიონი სკოვილია, როცა აი ამ წიწაკას 1000-დან 8000-მდე სკოვილი აქვს. წიწაკა X-ი სამხრეთ კაროლინაში მცხოვრებმა ედ კარიმ მოიყვანა. ასევე მისი მოყვანილია კაროლინა რიპერი, რომელმაც 2013 წელს რეკორდი დაამყარა. იცოდი, რომ მსოფლიოში ყოველი მეოთხე ადამიანი ყოველდღიურად ჭამს წიწაკას, რაც ლოგიკურ კითხვას აჩენს. რატომ უყვარს ხალხს ცხარე საკვები ასე ძალიან? რატომ მოსწონს ზოგიერთ ადამიანს ის, რაც ერთი შეხედვით არის გამაღიზიანებელი და მტკივნეული შეგრძნება? ერთი გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ეს არის ტვინიდან გამოსული ენდორფინების დამსახურება, რაც არის მორფინის მსგავსი ტკივილგამაყუჩებელი. თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ჯერ კიდევ არ არის. ჩინეთში 9 მილიონზე ჩატარებულმა მასიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც რეგულარულად მიირთმევდნენ ცხარე საკვებს, საერთო სიკვდილიანობა 14%-ით შემცირდა, რაც ნიშნავს ნაადრევი სიკვდილიანობის შემცირებას. თუმცა ადამიანები, რომლებიც ცხარე საკვებს მიირთმევენ, უფრო მეტ სვამენ და რა სვამენ ჩინეთში? მწვანე ჩაის. იქნებ სწორედ ეს არის სიკვდილიანობის შემცირების მიზეზი. კარგი იქნებოდა ამის გამეორება ისეთ ქვეყნებში, სადაც ასეთი სიხშირით არ მიირთმევენ მწვანე ჩაის, როგორიცაა მაგალითად შეერთებული შტატები. ახლა მხოლოდ იმის გამო, რომ ცხარე წიწაკა დაგეხმარება უფრო დიდხანს იცოცხლო და ცოტა წონის კლებასაც ეხმარება, არ ნიშნავს იმას, რომ გავარდე და მიირთვა გოსთის წიწაკა, რომელიც ყველაზე ცხარე წიწაკად დასახელდა 2007 წელს. როდესაც ცხარე საკვებზე ვსაუბრობთ, ზომიერების დაცვა აუცილებელია. ამიტომ იყავი ყურადღებით და მიირთვი ცხარე საკვები ზომიერად.